გაუმარჯოს. ვინც აღელოდა? აი მე თან მეშინია ტელეფონი რომ მან დავდე 2 წამით. არავინ დაეტაყოს. მოვედი. იქიდან გამოვიტანე საუთავებელი, იმიტომ ნახეთ როგორ ბნელა შიგნით. და ესა შუქს რო ვანთებ არც ისი ანათებს ეგ შუქი რა და მერჩი უნდა რომ გამომეტანა აქეთ. და ცოტა საქმე შევიმსუბუქოთ. ეხლა ხან აიტვირთა ვიდეო, ამიტომ მეორე ვიდეოს ჩავთვალ, სანამ მე TikTok-ი ლაივიც მინდა ჩავთვალ. რაც შეეხება ჩემთვის ვარცხნილობას, გულით რომ მინდოდეს ესე თუ გავიკეთო გეფიცებით, აი ვერ გავიკეთ შეხედეთ. ესე ვერ გავიკეთებ. და რატომ აქვს ესე? სამსახურში რომ დავიბანი და წამოვიდეთ, არ დამივარცხნიათ, ეგრევე შევიკარი ამით. და სადმე წასასვლელი რო ვიყო და მსგავსად მინდოდეს თმის გაკეთება, რომ მოვკვდე ვერ გავიკეთ. ეხლა ცოტათი ავიწევ, რომ თვალებში არ ჩამომივიდეს. ჩვენი რათა გვაქვს? რას ერთში თამადგილებს არ გუშეხედა. ეხლა გავავიწყოთ პატარა მაისურებით. ან რამე ისეთებით. და ცოტა საქმე შევიმსუბუქოთ, თორე ეს 2 დღეა მარტო ძილისკენ ვიბრძვი და არ დამეძინოს. სამსახურიდან რომ მოვდივარ და ცოტა ისეთ საქმეებს გავაკეთებ ხოლმე. უკვე მივიბრძვი საწოლისკენ, რომ წავიდე დავწვე და დავიძინო და დაიღალეო და ანუ დაღლა არა, მაგაზე მეტიც გამიკეთებია საქმე ხოლმე, როდესაც საქმე არის და როდესაც ვაკეთებ და უფრო სხვანაირად ვარ ხოლმე ანუ ენერგიულად რა. შესაბამისად ცოტა საქმე როა ხოლმე და რაღა მე თუ ერთი მოვეშვი ხოლმე, მორჩას. ხო და ეს დღეები რო იყო, ანუ დაღლა ცალკე რა და ფეხიც რომ აწუხებ, დღეს არ შევწუხები ვარ სხვათა შორის. აი რო ვწვევი, მერე კი. ხო და დღეს არ შევწუხები ვარ და მაგიტომ ვცდილობ, რომ სანამ არ მაწუხებს, არ დავწვე. მაგრამ მე მაწუხებს ხოლმე და ამიტომ გავაკეთოთ ის საქმე, რასაც ფეხზე დგომა სჭირდება. რაც შეეხება საჭმელს, კიდე არ მაქვს გასაკეთებელი, დილაზე გავაკეთებ პიურეს. ეგ არის და ეგ. ჭამე? წყალი არ მოვიდა, აბა შეამოწმეთ, საეცხლის შეყრა მინდოდა და არ მოვიდა წყალი. გზის საფარს აგებენ ჩვენთან სოფელში. არა. ჰაერია? თითქმის ამოვიდნენ უკვე ნახევარ სოფლად და წესით დაგების პროცესში, ანუ წყალი უკვე მოგვარებული უნდა იყოს თუ რა ვიცი, მაგრამ ჯერ ისევ წყლის პრობლემა გვაქვს. ნახევარი ბაკია. რა ვეცდებით ხვალიც ვიყო მივიმყოფინოთ. დაბანამე დღეს არ დამჭირდება, რომ როდესაც სამსახურიდან მოვდივართ, ყოველთვის კიდე კაი გვაქვს შესაძლებლობა და საშუალება. სხვანაირად არ შეიძლება ხალხი. წარმოიდგინეთ, დილის 9-დან საღამოს 6-მდე თითქმის 12-9 საათი გიწევს იყოფნას რამდენიმე სახეობის თევზში და წარმოიდგინეთ, ეხა ეგეთი ტიპის ადამიანი თელიანზე იხანია, რომ რავი, ყველანაირი ხან თევზიან ხელს რო თმად გადაიწევ და რაღაცა და რაღაცა და წარმოიდგინე ამ დროს მარშრუტკაში ადიხარ. ეგრევე ჩამოგაგდებნა. არა, ჩამოგდება იქ თვითონ ხა რა სისულელია, რა აზრათაც როგორ უნდა გაივლო, რომ არ მოწესრიგდე და რაღაცა და. ამიტომ დღეს მე გამჭირდება. ყველას მუშაობ. მოკლედ ვაუთოებ შოპ მარინაში ინაყიდ ტანსაცმელს. სანამ ვიღაცა დომესტოსიანი დამიწერს, რომ ჯერ ეგ უნდა გარეცხო გოგო და არ უნდა გაუთხოვო. დაგამშვიდებთ, რომ გუშინდელი აკრეფილი სარეცხი არის. ეხა ივანესთან შევეწადი რა.
ორი ცალი მაიკადე გადაფენილი იმაზე თეთრი და ვარდისფერი. სკამზე? კრესლოზე და ჩამოიტანე. ივანეს მაისურები ეგენ. მელა ობოლა მყავ გარეთ. ხო და რადგან ესენი უყიდე, მივედი და ესენი აღარ გინდა თქო, ესენი მე ჩავიცო თქო? კიო. ერთი ცალი დიდია. მაგრამ თეთრი პატარა არის და რა ვიცი, აბა ნახოთ, ხვა ჩავიცმე და ნახავ როგორ მექნება. აი მე ხა ჩავიცმე და ნახავ როგორ მექნება. ზოგადად ივანეს ტანსაცმლის ჩაცმა მიყვარს. ოღონდ თუ აღარ ხმარობ თქო. ერთი ზომით გამისწრო ივანე. ასე რომ თამამად შემიძლია ჩავიცვა ტანსაცმელი ისები. აი ეს გამოყარე იქ ხალხი. ერთი არის ეს მაიკა. თეთრი და მე ხო იცი თეთრებზე როგორ გიჟდები. არ ვიცი ხამაც ჩავიცნო როგორ მექნება. ეს ცოტა ეს ზუსტად ჩემი ზომა იქნება წესით. შესაბამისად ივანესთვის ეს უკვე პატარა არის. ეს თავისუფლად შემიძლია ჩავიცო. მე პრობლემას ვერ ავხედავ. ხო, შევიტან ამას და გარდირობში შევკიდებ ლამაზად. რადგან ეს უკვე გაუთოებულია და აი ეს არის ურბილესი დაჭერი. ფერი ხა ის არის, მაგრამ ივანეს ეცვა ხოლმე ფლამინგოები ახათია. აი აბა ნახოთ. მე ესე თავისუფალი მაიკების მოყვარული გავხდი, სადღაც 1 წელია. მართალია, ჩემ გარდირობში ეს მაიკები არ არის, იმიტომ რომ ჯერ შეგროვება არ დავიწყია. ანუ ის არის რა, ესეთი რაღაცების გახარჯვაზე ვარ. მაგრამ შესაძლებლობის, აი ხა, ნინოს რო წავიყვან იმაში, ჩემთვისაც ვიყიდი ერთ-ორ ესეთ მაიკას. მე იცი როგორ მიყვარს. აი, ყველაფერი რო ფართი არის და სიგრძეშიც რო დიდი არის. მაიკები ცოტა. მაშინ შულო რაღა შენთვის ვიყიდოთ, ხან შენ ჩაიცი ხოლმე და ხან ივანემეს. და მე მიყვარს არა ესე. აუ ესე არ მიყვარს. ამას თავისი სტილი აქვს. ეს წინ ჩავიტან ხოლმე. და ანუ ისა, აი ვადილას უნდა გავუყარო ცოტათი ზმეიკა. რეზინი და ანუ ეს რო იპრუწება თავის თაქადის. და ესე მიყვარს. და ეს ფართერვა და თავისუფალი მომწონს ხა ესე მასავით არ შევიკრავ. რავი, კაია. თუდა თვაქნინო. ხა ჩავიცოთ სამსახურში. ხა შემოძლომ და წავუყვანოს, ამიტომ ასტით. არ მივდივარ დილით ყოველ შემთხვევაში და მე ვნახოთ. ირაკლი სამუშაოზე მიდის და ბარემ წაგვიყოლებს მე და დედას. ხოდა ხა ივანის გარდირობი შევავსოთ მარინაში ნაყიდი ტანსაც. ესენი ჩამოვიტანე. რომელზე ვკიდებ ხოლმე. ამთვის ხელფას რო ავიღებ ხალხნებო. ამთვის ხელფას რო ავიღებ პლუს თევზებიდან და პლუს YouTube-დან ბოლომდე მექნება შეგროვებული საძინებლის ფული, ასე რომ რა წამსაც დავამთავრებ. რემონტ ყვალდავიღე. და ეს იქნება ჩემი ხელფასით შეძენილი მეორე ნივთი. თუ როგორც აქვია, ავეჯი. ნომერ მეორე ავეჯი, ნომრით მეორე ავეჯი, ხო რაც არის რა. ერთი ხო ეს არის კრესლოები და ტახტი. მე მომწონს ძალიან ეგ სტილი, რაღაცა ძველებური სტილი და ფერი კი უფრო სხვანაირი ყოფილიყო, კაი იქნებოდა ეს კრესლოს და ის, მაგრამ არა უშორე. თავარია მე მომწონს. და ხო, ბავშვებსაც მოწონს, ლაშისაც მოეწონა, მაგიტო ავარჩით საერთო იმით და თან გამოწმენდაში ცხელს არ მიშლის, ანუ მაღალი ფეხები აქვს და ეგ ჩემთვის ძალიან კომფორტული არის, იატაკს უარედება და გამოწმენდა რომ შეგიძლია რა.
ეხლა უნდა გამეუთოვებინა ისინი შავლებით, მაგრამ დამავიწყდა რომ გამესინჯინებინა და ხვალ გავასინჯებ. ავიღებ ზომებს და გადავჭრი უკვე და გავამზადებ ჯინსის შარვალს. იოანეს ჯინსის შარვალებს. ერთია მე, ორია მე მგონი გადასაჭრელი. აბა ნახეთ ეს მე მგონი ტელეფონი რო ახატია ისაა. ოქტომბერში სავარაუდოდ მიდივარ ქორწილში, რატომღაც ავინიჟე, მინდა რომ წავიდე. არა, მე მგონი კი არა ვიბძვა. ხო და. ძალიან მიყვარს რაღაცა არა სიმეტრიული კაბები. არა სიმეტრიული რაღაცები, იმიტომ რომ რატომღაც მეორიგინალურება და რავი, თემუზე ვეძებდი რაღაცებს რა, არ შემიკვეთი არაფერი, პროსტა ვეძებდი. ხო და გადავწყვიტე რომ მოდი ჯერ ნინოს წავიყვან იქ ვნახო თუ არის რამე. თუ არა და მე იქნებ შევკვეთ, მაგრამ ყველას ძალიან მაგარი იქნება რომ ზომა არ დამემწო, ძალიან მაგარი იქნება. ეგ იქნება მისწრება. მაგრამ რა ვიცი, წერენ და კარგია რა. ხო და სხვათა შორის ზომა ვარ მე ემი. ხო და რა ვიცი, ჩემი თავისი მედი კი მაქვს, მაგრამ ელს ვიწერდი თუ გამოწერა იყო და რავი, ელი ძალიან დიდი ხო არ მექნება. ნუ ფართე შემიძლია, ნუ გააჩნია სტილს რა ზოგი ფართე უხდები. ნახოთ. მოკეთ პარასკევს თუ რამე ვიპოვე. თუ არა და შევუკვეთავ რაც იქნება რა. თუ არა და გესაკერავი მანქანა და იმის ჯანი. ჯერ ფიქრობთ იქ ნაჭერი ხო არ ვიყიდო მე, არც ეგ არის ჯერ იმის აფეიმისი დღის წესრიგიდან ამოღებული, მაგრამ ეზარება ხოლმე. ჩემი დაბადების დღე არის ეს არა და მე ხუთშაბათი რა, მე მგონი. მეორე? ხო. ხო და სამსახურში მინდა რომ წავიღო უფრო ტორტი. ტორტს წავიღე ფარდად, იმიტომ რომ ვაქვთ ხოლმე საკუთარ იუბილეებზე რაღაცეები. მე ხო პირველი დაბადებული და ერთი წელი მიხდება სამსახურის დაწყებიდან, იმიტომ რომ 18-ში მქონდა დაბადების დღე და 19-ში სამსახურში გაველი. ანუ ერთი წელი უკვე როიწვენ მოგთამჭამელა აღარა ვარ და ერთი წელია დამსახურებულად ჭავს აჭრას. ხო და რადგან ხუთშაბათს არის და მე ოთხშაბათს ვამთავრებ. ოთხშაბათი მარხვის დღეა, ვფიქრობ რომ სამშაბათს წავიღო ტორტი. წინასწარ რა. ჰა? ხო, რაბა მე აღარ ეს რა, ნახე. კი, იმაზე კი არ, უკან კი არ უკეთია, მხარზე უკეთია ეს. აუ, მედიანთი შუქი რა, ბნელდება ნენელა. ამიტომ ამისთვის შევაწუხებ ჩემს კონდიტერ ნინოს. ჯანი დაეწოს ახლა, სადაც აღვშავდი ხოლმე. და გავაკეთებინებ გემრიელეს ტორტს. საერთე რა შვილო განაცდა ტერიტორია. რა ობოლა? ამოგიშვი დედი? ცოტაც გაიზარდოს ობოლა. განახეთ ახლა სანა ვიდეოს დავამთავრებ. ცოტაც გაიზარდოს ობოლა და ამოვუშვებ ხოლმე. ნუ მიდიხარ ახლო რა. ე კიდე იქ დადე მაგაზე ვჯდები ხოლმე ეს კარდონის მესად. ორი რა კიდე დავუკეთე. გადაკეთე კიდე. გამოვუშვებ ხოლმე და ივლის. ვარჯერ მეშინია, შეიძლება კარების ქვეშაც გაძვრეს და აპასნია. აუ წერან რომ მოველი თუ არა სანამ დავისვენებდი. ცოტა ხანი ჩავთე ლაივი, ვინც იყავით ლაივში ხოშებუ მისწარით და ვიცინეთ კიდევ და კიდევ რა თქმა უნდა პაკისტანეთზე, ანუ ზოგ სხვანაირად ესმის, ვიცინეთ არ არის დაცინვა. ძალიან ზრდილობიანად მიუხედავად იმისა, რომ საერთოდ არ გვესმის ერთმანეთს რას ვეუბნებით. ყოველ შემთხვევაში საიდან ხარ და გამარჯობაც და რაღაცა ნორმალური იმის ფარგლებში ხდება და ამ პაკისტანზე ვიცინით, იმიტომ რომ ყველა ეგენი ხდებიან რა.
და უკვე ტრადიციად თუ გვექცა პაკისტანური სიმღერა რამის ტელეფონშიც გადმოვიწერო და ჩაუვთა და წერა რომ ჩაირთა თუ არა ერთი ხო სულ ყოველთვის აღხდება ხოლმე იმ კაცმა ვიცდო უკვე შენ ახარო შეკაიქალო შენაო და ანუ მაგას არ ჩაუვთე რა იმიტომ რომ უკვე იცოდა დანარჩენოს და ვაიმე აი ხმას რო იგებენ თუ არა ამათ ღიმილზე მეცინება რაღაცა მაგათვის რაღაცა პატრიოტული სიმღერაა ეგ რა ვიცი რაღა მაგას ვეცი და ვიპოვე ეგ სიმღერა და ისე ხიარულად დავისვენე ის 15-20 წუთი სამსახურიდან ახალ მოსულზე რომ რა იყოს ისე ბარბარე ხუთშაბათს ხوار წავიყვანო. ბარბარე ხუთშაბათს ხوار წავიდეთ ბაზრობაზე. ნელა. არა შვილო აი მისი რა ქვია დეკემბრის. ზეგ. ხო ვიდი. იმ გადი ჩემ გიზას დაუძახე რომ წაგვიყვანოს. შენ რა გინდა? შენ პარასკევს მიდიხარ. შენ მიდიხარ ის ფოინში. რა უნდა ის ფოინში? მარინაში შვილო ამერია. შოპში. ეს ბაზრობაზე ჩანთაზე და რავი, ტანსაცმელი გააქრამის აყიდელი, შენც მაშინ მარიმაში წავიდე. ეხლა და მე ზამთრის თუ შეიძლება ზედები. ხო და ზედები ხა მე არ ვიცი შენ რა გაქვს და რა არა. გადაავლე თვალი რომ თუ რაღაცა მეორე კვირას შენ წაგიყვან. ხუთი ყველაფერი ზამთრის და თვილები. ვერ გავიგე. ზამთრისებს არ ვამბობ, აი ხა იქ ძებკლავიანი თხელები გააკ ეგეთი რამე. სასაცმელი, მე არ მახსოვს რა გაქვს. და არც ბევრი რამე არ მაქვს შენახული მე. ის ქენი რო ჯერ ერთი შავი არ არის. ესა, ეს ივანესებია. ხო და ის ქენი რო თუ რაღაცა არის, მეორე პარასკევს ან მეორე ხუთშაბათს შენ წაგიყვან. ანუ არ გახსოვს გზემკლავიანები, აი ბაიკისები, თხელები ცოტა რომ გქონდეს, რომ შემოდგომო სანამაცილდება ჩაიქცა, მაგას გეუბნები. ესე რატომ იგროვდება ხოლმე იცი ტანსაცმელი და საუთოებელი? ესე ხო ვამზადებ ხოლმე ყველაფერს და მე რო ვრეცხავ და ანუ სანამ ესენიც არ ამოწურავენ ხოლმე კარადაში დაკიდებულ ტანსაცმელს, ანუ გაუთხოვებას მე აღარ ვიწყებ რა და მე რო იტყვია რომ всё გარდირობში არ გვაქვს აღარაფერი, მე ვიწყებ დაუთხოვებას და მაგიტოა ხოლმე რომ ბარბარე შეგიძლია იქ შუქი ჩააქრო. მაგიტო ვიწყებ ხოლმე გვიან დაუთხოვებას და უკვე ბლომად მაქვს ხოლმე დაგროვილი. და ეხლა ზუსტად ეგ მომენტია რომ კარადაში ნენდელა აღარაფერი არ აქვს და მე ცოტა რაღაცას დაუთხოვებას ვიწყებ. ამას გაუთხოვება არ უნდა. ესეთერი მიყვარს თან ძალიან. თავი შვილო მან ჩააქრო და შენაა თემაში. რატო დავარე ველურო? ობოლა განახოთ ხა და დაგემშვიდობებით. დიდი ხნით რომ არ გავწელო ვიდეო. მე რა აბუეტი წიწილა არის რა აბუეტია. მოიცა მე მგონი აქ შუქისანთება შემიძლია შუქისანთება როგორ ცოტა განათება იმისი მოიცადე აი გალო იმ ძველ ტელეფონს არ ქონდა გავნაცდი მშვენივრად შუქი კი არ ენთება გარშემო თეთრი კანტი უკეთდება ეკრანს და ეს ანათებს ცოტა გამოსახულებას ამ ერთმაიკასაც ვიზავ და დაგემშვიდობებით საქმიანი იერი ისო რატოს ტყენ ეჩხუბება იმას ეჩხუბება რა ეთამაშება და ძალას ვერ გიგნობს და ატირებს ნენელა ბნელდება და ფიქრობ რა უნდა გავაკეთო და ერთადერთი რაც მაფიქრდება საწოლი
ერთადერთი რაც მოფიქრდება საწოლში წასვლა. მე მგონი ის არის. მე მგონი ასაკში შევდივარ, არა? ნინო და აღჩოშვილო ის კატა. აშკარად ხმას ვეღარ იღებს. მოკლა შვილო, რატო ისე გდია? წეღანი შავი მოვიდა, ამათ ეჩხუბა, მე ავიყვანე, მე ვეჩხუბე და ანუ ვერ მიბედავს, რომ აი რო იტყვიან თათი შემომიტრიალოს, თორე მიღრენდა. მე კაი დარიგება, დედის დარიგება ისავქენი და მაინც მიღრენდა. მე ჩაქვავდა და გაჩუმდა. ეხლა ტკბილის სიტყვით რო ვერ გააგებინებ. სადა? ვინა? პადვალშირის კოჩი. აბა რა ვიცი, შვილო პადვალშირის კოჩი და რა თქმა უნდა. აი ორი ცელი დიდი რო ეყოს. არ ვიცი, მამამ გადაიტანა, მე მგონი იქით სჭირდებოდა. გამოეცალე მაგ წიწილას, დაიღალა უკვე. შენ რო გაქვს? მე აღარა მაქვს, ეგეც მამამ აიღო. მე მგონი რომ არა მაქვს. ბიბლიოთეკაში ყულა შეხვალ ეგენი მოვასწრე, ეგეთი რაღაცები მან დაღარალაგია. ბიბლიოთეკაში წიგნის გარდა არაფერი აღარა და ყულაში შებრაცუნდეთ იქ. აუ ეს კლავის ნაჭერია. რაღაცნაირად მე მგონი გავედი ბოლოში. ყოველ შემთხვევაში რამდენიმე მაიკა გავაუთოვე და რამდენიმეც დამჩარა. ეხლა რო გავწავ, მაინც გავაუთოვებ, რაც დამრჩება. ანუ კი არ გეგონოთ რომ თიშავ და მიდივარ და მართლა ვიძინებ. არა. ნინო, მიდი რა მე დავდილასაც დამავიწყო, უწოდ გუშინაც. ის იმქათმებს დაუკეტე კარი რა. არა. და როგორც კი ირიჟაჟებს ფანი. კარგი შენცა ჩაქსვავ. ფანჯრის ძირში კივის ხოლმე. ეხლა ამას ერთმანეთზე კიდევ, მაგრამ სავარაუდოდ ანუ ესეც შეიძლება მოიცა. ეს ცოტა ვიწროა. ამიტომ ერთმანეთზეც დაიკიდება თავის. მოკლედ ეს არის საჯარიმო ვიდეო გუშინდელის. იმიტომ რომ ის ხო სამსახურია ჩემი და მივდივარ და მეჩქარება ხოლმე. ესეც ხო სამსახურია ჩემი. ამიტომ იგი არ არის რომ იქ მიხვიდე და გააცნო, ამიტომ საჯარიმო ვიდეო იყოს ეს. ეხლა ობოლას განახებთ და დაგეშოვებით. მოდი დედას სიცოცხლე. მოდი დედას ობოლა. მოდი თემუს ინკუბატორში გამოჩეკილო. დედას ბიჟუ. ეს არის ცხოვრება ჩემი. ამის დედაც მე ვარ, მამაც და ყველაფერიც. გაიგე გოგო. ეს არის ქალბატონი. ეს არის დედასი, ხო ხარ ჩემი. ჩემია ეს, პატარა კუდით და პატარა გოგოა. და ძალიან თბილი ბავშვია. დე. რო გაიზდები კვერცხებს ხო დადებ? ძალიან გთხოვ დადე კვერცხს, თორე მალე დაგკრა. გაიგე? და რო გაიზდები დაკრუხდი, რომ შენ დედის სიყვარული რო არ მგონი. ხონის საგიჟე ხო გაკეთებული და გამზადებულია რომ წამიყვანოთ. სავარაუდოდ ქეთისთან ერთად მოხვდები. აი, როგორია დედალი წიწილის აღმოჩე. წერამკდა. აი მე მამალია, ხალხო. ნინო, შეშალოც გახადე შვილო, ნინომ გამოიარა და. ეს არის ჩინი დედალია ესა. მეკუთვნილა. ბუმბულები ამოსდის. ბუმბულები ამოსდის და ქალი ხდება, ხო დედას ლამაზი. თარა ლამაზი. ბევრი კვერცხი დადე და მე დაჯექი კრუხად, რომ ბავშვები ყავდეს. შენ რო დედის ერთა ხარ თუ თემუს ერთა. ხო არ მოგწონს ჩემო სიცოცხლე. წავალ ხახო სანამართლა გიჟის პერანქ შემაცმე ფილმი. აბა ჰედა აბა ხო. ჩავსოთ ეხა ეს ბავშვი თავის ადგილას. შველი ქონდა.